Sasvegata Shenta, Asmoni Sheni Dakusta Samudrebeli Sheni, Sasvega Iglesias Shenta Daitzer, Vida per Moquare Nisapis Shenta Sheni, Sheni Ginasa Davidan Sapota Shenta, Nudama Derchen Mosata Shenta, Shudova Sopa Samoanije, Iglesias Shenta, Verota da Posa Shenta, Rami to Poveli Motimat, Etis da Boniti Suli, Legada Mon Samolisha, Germani Taganaplisa. Shenta dite bazada margo bazada takwani sema savole ani se dise de dise sovesa azda marati to ite unisamde amin ivana sahayu vida urtola americana unisamde ivana sahayu vida urtola americana unisamde ivana sahayu Frequenze da misita Martin del Cat Moquarevita, all the years the Maradis da Uguniti, Ugunisam de Dide Bashenda Christa Berto, Tasso e Bauchueno, Dide Bashenda Asta Maradita Uguniti, Ugunisam de Upalo Shevit Valen, Upalo Shevit Valen, Upalo Shevit Valen. Saperita ubita da visto mama ogurase. Ტრეტი დაგზოვნა ქრისტემა ჭეშმარიტ მართლმა ჩვენო მეოხები და ყოველ ხსნელისა დედისა ქრისტესა და იმით დიდებოდა ყოველ ქებოდა მოციქულთა იმის მამის ჩვენი ივანე ევროპის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი მიდეთა მამამ თავართა მოწამისა ირსის ლევკისა და ალინიკესი მოწამისა ფილიმონისა აპოლონისა ილიანესი და ივოსტესი და ყოველთვის მივიდა შეგვიწალეს და გვაცხოვლეს ჩვენ ვითარცა სახი ერარ და კაც მოყარე სახელით მამისა და დედისა წმინდა სულთანი ჩვენთან არ ძმებთან ეს არის მიდეთა მამამ თავართა კვირიაკი Sige. Nu, უმეტესწილად ყველა ვაქსახში ახალი ახლა, ხო? მაგრამ ბევრს ბიბლიაც აქვს. და თქვენი ციტრო თვითონ დაწყებულია ყველაფერი მერტმა იმით როგორ შექმნა მერტი სამყარო, ხო? ყველაფერი. მერე უკვე რაზე მიდის უკვე ლაპარაკი. ყველაზე ისეულ ხა ადამიანთან დაწყებული ხო? იქ აღნიშნული არიან. ისეული ადამიანები, ადამი ხო, ნოე ხო, სხვები არა? ნოე როგორი ადამიანი იყო ხო? ამბობდნენ ხალხში მაინც და მაინც იმას გადაარჩინა ღმერთმა რა და მისი ოჯახი. მსგავსი შემთხვევა კიდე მსგავსი როდის გამიორდა. Სოდომ ამორის დარჯის დროს არა? ლოც მოგ გადაარჩინა რა და მისი ახლობლები. დღეს სამწუხაროდ ეს ბევრისთვის ეს დემოკრატების და ლიბერალებისთვის ეს ისტორია დავიწყებულია. გახსენებაც არ უნდა. იმის ღმერთი როგორ დაწაჯა ეს ორი ქალაქი, სოდომი და გომორა, ახლომახლო ქალაქები. და დღემდე თქვენ ისიც იქ ყდარია საერთოდ მიწა რა, არაფერი არ ყოფდება, არ ვალახი არც არაფერი რა. რის გამო დასაჯა ღმერთმა ეს ორი ქალაქი? მამად პავლოვის გამო. აი ეს არის აღწერილი ბიბლიაში ეს შემთხვევა, როცა უკვე გარყვნილება ადამიანთა შორის უკვე იქამდე მივიდა, რომ თვითონ ღმერთი მისი ანგელოზების სახით გამოაცხადა და აბრაამს, წმინდა აბრაამს და როგორი ადამიანი იყო აბრაამი, მამამთავარი აბრაამი. წმინდა სამება მას გამოაცხადა. და რაში ჭირდებოდა ეხლა აბრაამს დაკლადის გაკეთება? ღმერთი რაც აპირებდა სოდომს და გომორას. წმინდა ადამიანი იყო.
გამორჩეული ადამიანი იყო. ის კი არა. ნუ კამათი არა, მაგრამ ნუ რამდენჯერ უთქია, ხო? იქნება 30 ნორმალური ადამიანი ამ კალათში და ამის გამო არა მე თქვა 30 თუ იქნება არდაში. მე გავიდა 10-მდე, 20-მდე, 10-მდე, მე ვიხდოდა და არა არც 5-ის გამო არ დავსი, არ იმის გამო არ დავსი. იგი ვისი გახადა ღმერთმა თვითონ აბრაამთან, აი აბრაამი ღირსი გახდა, რომ ღმერთთან ესაუბროს. გარდა მანამდეც კიდე ღმერთმა აუწყა, ხო შენ ხარ ის მოკლედ აუწყა ებრაელი ხალხის ისტორია ზოგადად რა ელოდება 400 წელი ჯერ ეგეთი გავამრავლებ შენგან ჯერ მოდგმას მე 400 წელი იქნებიან ეგვიპტის წეობაში მე გავიყვან ამ ხალხს და მისზე მახსოვს მიწას შევიყვან და ხელი ამბავია ეს ყველაფერი უკვე აბრაამს კი როგორი ადამიანი იყო აბრაამი ეს იყო ის კაცი რომელმაც უკვე თავისი უსაყვარლესი შვილს ის აქ პირავდა რა უკვე რა აპირებდა უკვე დაკლას რა მერტმა გამოსცადა ღმერთი მაგას აბა ესე მართლა ისეთი ღვთის მოშიშია აბრაამი დღეს თუ ეს მოხდებოდა განსაკუთრებულად ნორვეგიაში ატარა რა ჩამოართვენ შვილს კი არა იმასაც ციხეში ჩასვდნენ აბრაამს ადამიანს ეხლა ესეთი კანონები არიან განსაკუთრებულად ნორვეგიაში შედეს ის მიღებული. ატარა რაღაცითა თუ ბავშვი გამოხატა უკმაყოფილება ან რაღაცა იმ წუთში სოციალური სამსახური მოდის ბავშვს აფენს და ცო კარგად იყავი ცო. კი ნიტირე, კი ნიყვირე არაფერი რა. არა გაქვს უფლება ბავშვს უთხრა რომ ეს გააკეთე, ეს გააკეთე. არა გაქვს უფლება თქვა ხელები დაიბანე. რაღაცა უბრძანო ბავშვს გაიგე? და გაიზარდოს ეგოისტი, უარგისი, ხულიგანი ნარკომანი, არაფრის გაკეთებობა და შენი ბრალი იქნება. შენ არ გაზარდე. რატომ არ გაზარდე? სახელმწიფომ შექმნა ესეთი კანონები. აი ესეთი იდიოტური კანონები მიღებულია დასავლეთ ევროპაში ზოგიერთ ქვეყნებში. იდიოტური კანონები, დამღუპველი კანონები რა. როცა ბიბლიაში ნათქვამია, კაცო. ნუ შოლტი მიეცი შენ შვილსაო რა. ნუ ამაშვები, ნუ თავობ რა. საჯურების შემთხვევაში უნდა წემოკიდევაცო რა. აწერია ბიბლიაში. ხომით? თომის ბიბლიაში. ეს კიდე ასე არის რა. და აბრაამს გამორჩეული პიროვნება იყო. აბრაამი მერე მისი შვილი ისააკი ასეთივე და მერე მისი შვილი ისააკის შვილი იაკობი. სწორედ თქვენ იცით რომ იაკობს მეტსახელად დაარქვა მეტი ისრაელი. ეს არის იაკობი, იაკობის მეორე სახელი რა. და მერე ეს სახელი ისრაელი დაარქვეს თელეთრიანად ქვეყანას. და დღემდე ცოდები ისრაელს ეწოდათ ჩვენ. აი და უსმენთ ეს მუსიკები და მერე გავაგზავნებ გადაგებაც. რამდენჯერ მითხარ ხალხო. ეკლესიაში შემოდიხარ, კაცო. გამორჩეთ ეს ტელეფონები რა. რომელი ოპერ მუშაკები ხარ თქვენ, რომ ყოველთვის უნდა კონდეს ისე ხაზზე. აი გამორჩეთ, მერთან მოდიხარ. სალოცავად მოდიხარ და ისე ჩართული გან რომ ყველაზე უვარგის მომენტში ან მამოჩვენ ან ნებისმიერ ლოცვას დაიღო დურაკული რაღაცა მუსიკის რეკვა, ხო? და უხერხულებაში აგდებ შენ თავსაც და საზოგადოებრივ მოწმენს და აზარს და ყველაფერი. ნუ ვხედით რა. აზრის შესასვლელში გილბორი გამორჩე ეს ტელეფონი. ღმერთთან მოყვედი, всё, უკვე. ისე საგალობელი რო იკითხება, არა? ყოველივე მსოფლიო დაუტოვო ზრუნვაი, რისთვის გალობელი? ეგ არის რა. დავანებოთ თავი რა ყველაფერს რა. შეტივა რა. აი, თუ გაფიშე კარგია. ხოდა. ეს ამას ისთვის ვამბობ, იცი რომ რჩეული ადამიანები თავიდანვე იყვნენ. თავიდანვე იყვნენ რჩეული ადამიანები. ყოფილა მთელი ისტორიის მანძილზე.
დღესაც არიან და ქრისტეს მეორე მოსვლამდე იქნებიან შეეული ადამიანები. ასეთი ღვთისმსახურება და თუ ვინმე ეს არ მოსწონს და არ უნდა ეს მაგათი პრობლემაა. ღვთის განგებას და ღვთის მადლს ვერ შეაჩერებენ ისინი რა. რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა დააბრალოს რაღაცა ხიბლი, რაღაცა სისულელი და რაღაცები რა. არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც არც ხატების მირონდენაც არ აინტერესებს. არც არაფერი იცით. აი ზიან თავის იმაში, კარტონის ფუტებში, ფუტლეარში ზიან თავიანთ ფუტლეარში. და მათ შეიძლება უბრალოდ ესენი დამონებული ხალხი ეკლესიაში რა. აი მონები რო ყავთ რა. პროგრამში იყვირონ, ისაკნონ, აკდონ, მერე შეაშინონ, აი უხლებზე ხოხვით მოყვალ დაბრუნდნენ უკან. იმას გიზამ, ეშენ იმას გიზამ, იმას გიზამ. გაიგაჩები. ეკლესია ხო ყაზარმა არ არის, არის სამხედრო ოთახი, როგორ შეიძლება ადამიანებთან ესე ისა. ესე უბრალოდ დაუშვებელი რამეა რა. ესე გაკეთებთ სოფელში ჩვენთან, აგერ. ქადმეზე ქშა. ნუ შეიძლება. შეიძლება ესე რამე. შეიძლება. ეს ადამიანს შეიძლება აქეთ უფრო ყურადღება შეიძლება. აბრაამზე ვლაპარაკობ, ხო? ამხელა როგორი მოწყალე კაცი იყო რა. გაბედა და მერც ეს ეკამათებოდა, ნუ თითქმის რა. და მერტო იქნება 30 კაცი ნორმალური არ ნუ დასჯიან ქალაქსო რა. და მამა იცოდა ესე იგი მერტოს და რა ესე იგი. ამხელა წოდები მამა პავლო ყოლატედა. მაინც ევედრებოდა რა. იქნებ 5-2 რო იყოსო. აი როგორი მოწყალე კაცი იყო რა. ასე რომ მერც არავისი დაღუპვა არ უნდა ეხა მამათმალივი იქნება, მემრუშე კაცი იქნება, თუ რა ვიცი კიდე ვინ იქნება და ვინ იქნება თუ ვინს გინდა ეხლა რა. არავის არ უნდა დაღუპვა. მაგრამ მერც უნდა რომ სინანულში მოიყვანოს მერე ადამიანი რა. სინანულში. ისევ ზოგადად თქვენ იცით რომ თვითონ უფალმა რა საყვედურის დროს რა თქვა იმას არისევლებს აბა გაიხსენეთ მეზვერეები და მეძავეები თქვენს წინ მიდიან ცოტა სოფელშია ხო გახსოვთ ერთ-ერთ საყვედურში ესე თქვა რატო თქვა ეგეთი რამე რომ მეზვერეობა და მეძავეობა კარგია მე ხო დაეპარო რა თქმა უნდა ამიტომ არ თქვა არამედ იმიტომ რომ ისინი კი არიან სოდვილი ადამიანები მაგრამ ხშირად ნანობენ და თავის თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს თქვენ სავით აი ამიტომ უსაყვედურა რომ ისინი თქვენს წინ მიდიან სადასასოფებელშიო ასევე როგორც მეზვერ და ფარისევლის კვირიაკის პროფესორი ვიცნებ ხო ის ერთი შემოვიდა მერტო მე ესეთი ვარო არხეს ვიცავ შესაძლოა ვაკეთებ და ამის დაერიგით ის არა ვარ რა მე როგორც ის მეზვერე ის კიდე სანკალ მეზვერეს მერტო მიწყალე მე წოდვილი თვალებს ვერ ახდებოდა ვე რა თქმა უნდა ის უფრო გამართლებული წავიდა გარი თავის თავზე არ ქონდა დიდი წარმოდგენა გაბარა სწორედ და თავდაბალი იყო რა ასევე აი იგივე მამათმავლები ყველანი ამ მე ვინა ვარ მერტო ჭია ვარ ისე ტვერი ვარ ქრისტინაშეო რა თუ ყველანი ამ აბრაამმა ისააკმა და იაკობმა და მერე უკვე თვითონ ლოტმა რა იქნა ეს ანგელოზები რომ მოვიდნენ ანგელოზი ხშირად ცხადდება როგორც უნდა შემოკარგებო ეგ უნდა იცოდოთ და იცით ალბათ ესე გამოეცხადება ანგელოზი თუ ვინმეს გონია მაინც და მაინც დიდი ფრთებით ეხლა გამოგაცხადანე არა შეიძლება გამოაცხადეს როგორც ჩვეულებრივი გლახაკი კაცი რა ან ვინმე ქუჩაში ჩვეულებრივი გამლელი ადამიანი ჩვეულებრივი რიგითი რა გამლელი შენ უყურებ და ხედავ გამლელ ადამიანს რა ის კიდე ანგელოზია იცი თავის საქმეზე მოვიდა თავის საქმეს აკეთებს რა მე თქვა უნდა გააკეთოს დაკლადები არა
ვის სად რატომ უგზავნეს? და აი ესეთ გამოაცხადნენ სოდომში ეს სამი ანგელოზი. მოიფიქრა რომ უბრალოდ ნორმალურად კარგად ჩასმულები ლამაზი სიმპათიური კაცები იყვნენ რა. ახალგაზრდა კაცები. შეუპატიჟა შემოგზადითო რა. ჩემ სახშიო რა. ეს ეთყობა იქ ქუჩაში ვინმე ნახეს რომ სამი ესეთი სასიამოვნო გარეგნობის პიროვნებები შევიდნენ ლოტთან. გაავრცელეს ამბავი. ეს უტვინოები ესენი მოვიდნენ მიადგენ აბრამის კარს და ამის ლოტის კართან და ეგ შენთან სტუმრები რომ მოვიდნენ შენთანო გამოიყვან უნდა ისეკნო. ვიხმაროთ რომ მაგათ რა. ეს აწერე ბიბლიაში ყველაფერი ეს ლოტი აღშფოთებული ხალხო სტუმრები არიან ჩემები რა მოგივიდეთ ასე შეიძლება სტუმრზე ესენი არა გამოიყვანენ ამათ ხო კარგი ერთი ქალიშვილი მყავს ჩემ ქალიშვილს გამოიყვან რაც გინდა ის გაგეღო სტუმარს შეურაცხყოფას მოაყენებთ ეს მიჩე როგორი ადამიანი იყო ლოტი ესე იგი დღეს ისეთ რამეს ვინ გააკეთებს თალხო თავის შვილს გამოიყვან ეს ჩემი შვილი გაუპატიორებს ოღონდ სტუმარს მოიმაშები ვინ არის ამის გამკეთებელი დღეს არავინ თალხო ადამიანი იყო ლოტი წარმოიდგინე რა წმინდა ადამიანი იყო რა ამ მთელი ამ ქალაქიდან ამათ მხოლოდ გადაჭრა გარდა ამისა მე უკვე ანგელოზებმა რომ ნახეს რომ ამათ უკვე ძალადობენ ისინი ხომის რა გაგი დააბრმავეს რა თუ ყველანი ვინც იყვნენ მოძალადეები ისინი და ეს დადიოდნენ პრომეთ და ანგელოზებმა ეხლა დროზე ლოტს უთხრეს აქ შენი სიძე ვიზა ნათესავები შენი ჩქარა არიქა შოკოლადი ისე გააფრთხილე გამოდი ჩქარა ქალაქიდან და ნუ მელოტმა მე ნერვიულობდა რა ვიცი ვის უთხრა ვის დაუძახო ცოტა ისაგნო დააბნია რა და მოკიდეს მოკლედ მე ამას ხელი გაიყვანეს რა ეს რა მე რაც მოხდა თქვენი მოხდა გოგირდის მთელი ცეცხლი და გოგირდი ჩავიდა ზეციდან და დაიწვა ეს ორი ქალაქი მიწასთან გასწორდნენ რა. იმისი და მომოვალი კიდე ყველა მამად პავლობის მაგალითად რა. როგორც ჯის მეტი ამის და. დღეს კიდე არ მოსწონს არც მამად პავლობას სიტყვა არ მოსწონს მაგა. არც ნუ პედერასტები თუ მეტეს არ მოსწონს. თუმცა ეს ლიტერატურული სიტყვა და ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მამად პავლობის. ეხლა მოგიგონეს აბრევიატურა LGBT LGBT საზოგადოება პედერასტები და ლესბიანები რა LGBT რა შემწარებელი რაღაც აბრევიატურა ის ხომიც ხო და ცისფერი ხანგი რა ღერება ეს აი ესეთი ჭუჭყიანები კიდე კანონები მიიღეს კანონები ქართველს აიძულეს ეს ეგრეთ წოდებული ეს რა დაარქვეს მაგას დისკრიმინაციული კანონი ჩვენ დისკრიმინირებთ როდის გინახიათ დახოცილი მამად მავალი თბილისში ესე ჩამოხჭობილი ტოტზე სად გინახიათ ვინმე ან ნაცემი მამად მავალი გინახიათ თბილისში ოდესმე არასდროს არ მახსოვს გასი რამე არაფერია ზოგი ცნობილი ესე იყო ვინ და ზოგი ვინ იყო ეს მაგრამ ნუ ყველა მიწოდა მაგრამ ნუ იყვნენ თავისთვისაც ჯანდაბა მაგრამ ამათ ეხლა უნდა დაკანონებად ეს ნიშნე რომ ვაფშე აუგი არა თქვა და იარონ როცა უნდა ქუჩაში იარონ როგორც ხდება დასავლურ ქვეყნებში პარადებით ზეიმებით რა ეს უნდა ერთმა დაგვეფაროს ამის ამ ხალხო სოდომი და გომორა თუ დაისაჯა ჩვენ რატომ ფიქრობთ რომ ჩვენ შეგვიძლია არა პირიქით უფრო მოწყობილი იქნება ღმერთი თქვენ ხარ სოდომი თქვენ ხო საიდან მოდიხარ ეს გით მართ მორწმუნე ერი მე-4 საუკუნიდან იმისთვის წმინდა ნინო მიქადაგა რო აქ მამად მავლების აღლუმები ჩატარდნენ თბილისში იმისთვის სიხსნის დაღვარეს სულ ყველანი ჩვენი წმინდანები 100,000 მოწამე სულ ყველანი ურიცხვი წმინდანები რო გეაღლუმი ჩატაროს ესე რუსთაველზე ეკითხები პარლამენტმა რომელიც ქართველების ძია
ამერიკელები ხوارდიანი განშვედელები. მიიღეს ეს კანონი. ერთი ადამიანი ოღონდ დანობს, ეხლა ერთი სოსო ჯაჭვიანი, ერთი დანობს რა. პირდა არ ვალავს რომ დანობს რა. ნუ ეს უნდა ისაკნობა. შესტომა იყო. ერთი ადამიანი. დაჭი ჩუმატარია. დღეს არის ყველა არის თანამდებობის და ხელფასის მონა. ყველა უფრთხილდება. მდგომარეობა ესე არის, ესეთი არის შექმნილი, რომ ჩუმად იყავი. ჯობია ჩუმად იყო. თორემ გექნება პრობლემები, სამუშაოს დაკარგა, ის. და დაყენებული ადამიანი ისე მდგომარეობს, ჯობია მე გავჩვენდი, რაც იქნება იყოს რა. ოჯახი მხარს შესანახი, ისა ხომ იცი? და დასამალია რა. აი ეს არის რა. ბევრი ადამიანი ეხლა მათლში ახდება. ეკლესიაში წარენ ეს ესეთი რაღაცა. რა ისე რა. ნუ თავის ხალხს უხდება რა. რა თქმა უნდა, მანქანა, კაი მანქანა, მაგის და რა თქმა უნდა სამოვება რა. სულ მომოიღო ხმარა. აი რა გონია, ეკლესიაში ყველაფერი კარგია. არა, დაივა. არა. ეკლესიაში როგორ იქნება ყველაფერი აზღობილ დაფუძნილი? როცა აგერ უკვე. რამდენი ხანია უკვე სასწაული ხდება ხატებიდან სურნელოვანი მირონის დის და ერთხელ არ მოუგეთ, არ დაინტერესებულად. საპატრიარქო ტელევიზია. ერთხელაც არ მოუგეთ უკვე. ამ ხელას სასწაული და ცხონებულმა ოღონდ დავით გიორგობიანმა წავიდა და გადაიღო და იმის მეშვეობით გაიგო საქართველოს მთელი რა სასწაული ღვთისმადლია და სასწაული ხდება. არ უნდა დაფიქრდეთ ეს რა ხდება საერთოდ. ციგ ეკლესიას არ აინტერესებს სასწაული, რომელიც ღვთისმშობლის წინააღმდეგ ქვეყანაში ხდება, ხალხის ანუგეშო და მადლის მაგილის. ციგ რაღაც თუდრამის ნიშნავს. განც თუდრამის ნიშნავს ეს რა. ეს ხო იმ ოჯახის უთუნილება არ არის ეს სასწაული, ხო? ეს ქართულ ერს ეკუთვნის ეს სასწაული მირონდედა. ეს არის მადი და ნუგეში ქართული ერისთვის. იმიტომ ეს გაჭირვებული ოჯახი მრავალშვილიანი და უსახკარო ოჯახი, სადაც ხდება ეს სასწაული. პატარა მაგალითია იმისი დღევანდელ გაჭირვებული საქართველოს რა. ასე თუ ისე ყველას უჭერს, ხო? მაგრამ ბევრი არის გაჭირვებული. თქვენ არის ცით ყოველ მეორე მესამე საკ ბანკების ვალი, იქ იპოთეკა ის 1000 ხათაბალა და უბედურება რა. ვალებში არიან სულ არის ცით თქვენ. ბევრი არის ის რა გავაკეთო, წამალი ვიყიდო, გადასახადი გადავიყადო. თუ რა ვიცი, საჭმელი ვიყიდო თუ რა გავაკეთო. დღეს გადახედეთ ადამიანის სახეებს რა. უბრალოდ ესე იგი თუ ფიქრობენ დღეს რამე სადიშო, რომ სახში რაღაცა მოვიტანო რა. აი შოვნაზე არის ლუკრე შოვნაზე არის მთელი აზრი და ფიქრები რა. როგორ იმას ქნო სახში რა მოვიტანო, ვალი როგორ გადავიხადო, ისა გავაკეთე რა. ნერვიულობა, უბედურობა და ყველაფერი რა. აი ესეთ ურთულეს დროში ცხოვრობ ჩვენ. მაგრამ და ყველაფერი კეთდება დასავლური სხვადასხვა ეს იგი ორგანიზაციის კარნახით რა. ანიკაური ბიძების. ყველაფერი მათი კარნახით. ოღონდ და ეს იგი არ ვაწყინოთ. ან ამერიკის ელჩი ხო ერთ არკრას არ აწყინოთ, რამე არ მოიწონოთ. თავარი რომ მაგას მოეწონოს რა. ან ინგლისის ელჩს რა, ან რომელიღაც ან როგორც რომელიღაც დიდებული ორგანიზაციის დასავლური ევროპული რაღაც ბრიუსელის ოღონდ არ ეწინოს და დაინგრეს ყველაფერი რა. ამერიკას ხო არ შეიძლება რამე ეწინოს ამერიკა. აი ესე თითებზე ეზე ვიკმ და ვიკეთებ სოკოლადი რა. თავისი სულ აპარაკი იმათ ფასეულობებზა, დასავლური ფასეულობებზე. თავიანთი ფასეულობებს საერთოდ არ ისენებენ. ჩვენ ფასეულებს რა ვქნათ? ჩვენ ეროვნულ ფასეულობებზე ქრისტიანულ რა ვქნათ რა? აი ეს რა ასენი ძილი. ნუ ისინი რა თორემ გეტყვით რომ ვიღაცის აგენტი ხარ შენ რა. ჩუმად იყავი რა. აი ესეთი მდგომარეობაა დღეს შექმნილი რა. მაგრამ ყველამ თავის ტყავს არ უფრთხილდება. თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს წემსთავარი. ყველა წემსთავარი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. უფალი უშიშარი იყო. უშიშარი ადამიანი რა. საჭირო როცა იყო, როცა ეს ხალხი მის დასაჭერად მოვიდნენ სულ ყველანი, ხო? შეარაღებული ხალხი.
ერთი მაინც ბა. მოგახსოვთ რა თქვა უფალმა? თუ ჩემ დასაჭერად მოყვეთ, აგერა ვარ და ამად გაუშვითო რა. აი პატარა მაგალითი იმისა, უფალი როგორი ის არის რა. ესმე? გასწირა თავი და ოღონდ ამათ დანებით თავი აგერა ვარ და რა თქმა უნდა. ეს არის თავგანწირვა, ეს პირველი მაგალითი არის უფალი ჩვენ იესო ქრისტე. ამიტომ უნდა ვიცოდოთ რომ თალად ამათ ხოშზე და იმათ არაფერი არ იქნება. ამათ რო გონია რომ ეხლა ჩვენს ხელშია საქართველო, ხო? რასაც ვიდათ ის გავაკეთებთ რა. ძალიან ცდებიან ჩემო გახებო. ძალიან ცდებიან, იცოდეთ კარგად რა. და ეს მაგათი ვითომ და აწყობილი დასავლური ეს 64 ევროპული 64 მალე დაინგრება. ნახავთ რეები იქნება, რიგი დამთავრდება ეს ყველაფერი და რაც დაემსგავსება ეს მათი ვითომ და ეს აწყობილი 64. არეულობა, ანარქია, გაჭირვება და ის პურის დეფიციტი და 1000 რამ უბედურება რა. მაგრამ არც ჩვენ დავრჩებით ისე, რომ ჩვენ წოდეთ. დიდი წოდით რომ დაუშვით ამას ყველას ერთსა ჩვენი სულ მოკლეობის გამო, ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო და ადამიანის გამო რა. აი დღემდე რაც გავს დღეს საქართველოს. ეს საქართველოა დღეს აბა ხო უხარიათ რომ უფრო მეტი ისე კი ძალა დატოვებს ქვეყანას ხალხი, იქ ძალა იქიდე. თუ აქ დარჩეს აქ ქართველი ერი, რომ დარჩეს საქართველოს უმცირესობაში რა. აი გუნდათ რა. იქაც ვინც და უფრო გაერყნეს იქაც. იქაური იმაში ხო, უფრო გაერყნეს და უკვე იქიდან გარყვნილი ჭამო აქ შვილსაც გაწარი სასწავლო, არა შვილო ხალხი იქესაც ხო. ჩვენც ესე იაზრობდნენ, როგორც ეხლა უკვე ასწავლიან ბავშვებს რა. მე უკვე მაქვს ინფორმაცია რა, უკვე ისეთი რამე მიდის უკვე საგნების მიღება სკოლებში ბაგაბაღებამდეც მივიდნენ რა. ბაგაბაღებშიც რა. ლექსის თქმა არ შეიძლება. ზეიმი არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ეს ნაშია? ხო. აბა. საშინელება გეუბნებით რა. ყველაფერი გეუბნები ის მიდის გადაბირება იმისა, რაც ხდება ვთქვათ იქ სადმე რა ვიცი რა, რომელიღაც ქვეყანაში რა. უთავმოყვარე ხალხი რა. უღირსი და უთავმოყვარე ადამიანები რა. რომ ეს ამას უშვებენ და მოკალათებულნი არიან განათლების სისტემაში და იქ და იქ რა. მე თქვენ მალე მოგვაშოროს ეგენი და ნორმალური ქართველი დააყენოს მაგათ ადგილზე რა. მე შეისმინა.